რა თქვი? როგორ ხართ ჩემო თვილებო და ტკბილებო? როგორ გიკითხოთ? გავაჯობოთ ხალხო. რა ხდება ნელა და ჯექი გიორგი? შენამეტანი გამაიმუნდი. რა გინდა? არ მასქნა ნელა ფთხილა. აბა ველური ვტკიეთ დავჭდე. როგორ ხართ ჩემო თვილებო და ტკბილებო, როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ძველებურად ყველაფერი. ქარი გვაქვს, ძირს ცოტა აგვიგრილდა. გუშინ მოსერიოზულად ცხელოდა ხალხო. დღეს აგრილებული, აი, დღეს ვენტილატორი არ ჩაგვირთია, რიმპიტარო ტარიტარო არის. ხო, ჩატური და დენი გაითიშა. ხო, მე რა ხომ მოვიდა? არ მოვიდა? მე როდის მოვიდა, მე მგონი გვიანი მოვიდა დენი. რა იცი დედა გეძინა, რა იცი როდის გაითიშა? ძლით რო გადმოუბრუნდი ის არის აქვია. გამეღვიძა გვიან ღამე. მალე ხო ჩამეძინა. გვიან ღამე გამეღვიძა. შენ რომ მოსაძა, მე რო დავწიკი არ გეღვიძა და გეძინა, არ გეძინა და. მე ჩამეძინა. და გეძინა მე. ხო. ეს მოიხსენი, ასე მგონია გიჭერს თქვა. ჯიჯობებით არ მიჭერს, ჯერ ადრეა მოხსნა. აყადრე ცხადაი. თქვენ არ შევით როგორ ახართ ხალხო. ვინ სადაც ხართ იმის მშვიდობისას უყველას. ჩვენთან საღამო არის, უკვე საღამო კი არ უკვე ღამდება, რაღა დარჩა, 9 საათი ხდება. რომელი ედე? 9:25 წუთი. ო რა. რა ფერა ხართ? დღეს რაღაცას მოყვები ვიდეოში თქვა და კიდე მომიწა. რაღაც არ გითხარიო. მე არ ვიცი, მე რა მითხარ, მე არ ვიცი. რაღაცას მოყვები მე კიდე რა გავიგე. ხალხო, აი კიდევ ერთ თემაზე ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე. აი სული მე ბიჭის აი 12 წელი რო დაიკარგო, სული მისი მეებს მიგდებს და ნუ თუ მიაკვლევენ იმ საცოდავ ადამიანს. არ ვიცი, ის არის რა ქვია, უკვე დღითი დღე ყოველ დღე ბევრი და ბევრი წერს მაგ იმას. მაგ თემაზე ვიდეოს და იმედია იპოვის მაინც. და ცოტა ამოისუნთქებს. ერთი მხრივ ძნელია რომ იპოვის და სინამდვილეში დარწმუნებული რომ მოკვდა. ხო, მაგრამ საფრთხე მაინც ექნება. ხო და ძვლები იქნება თუ სხეული იქნება, საფრთხეს მაინც იმას იდავს. საფრთხე მაინც ექნება იმის შვილის. ქალი იძახის რომ იმაში მეუბნებაო ჩემი შვილიო, მიპოვიო. მიშველეო. თუ მიშველეო. მიშველეო. სიზმრს ხედავ. არც დღე იმაშობაო რა ქვია როგორ მენანება. არც დღე ვერ ვლაპარაკო. არც დღე მასვენებს გულიო და არც ღამე მასვენებს. რო დამეძინება სულ თვალ წინ მიდგასო. სიარში ხედავ. რო შველას მთხოვს. არ ვიცი, რა ვიცი, ზოგი იძახის რომ ქვაზე იჯდაო, ზოგი იძახის არ იჯდაო. დიდი მადლობა ელენიკოს. ძალიან კაი გოგოა რომ ელენიკომ მართლა იმას აქნა რა ქვია. ელენიკოს და თათიასაც. კი. რა თქმა უნდა. თათიას გადაცემაში არის ხო? თუ თათია თუ რა ქვია? ხო, გონდა. თათია ქვია, ხო? ხო. რომ ამდენ მე კიდე სხვებსაც მადლობა რომ გაავრცელეს. მაგ თემებზე ვლაპარაკობ და რაღაცა ძალიან არ ვიცი, რაღაცა უნდა ისევე ხალხის ხმამ უნდა რაღაცა გააკეთოს. უნდა რაღაცა ვქნათ, რომ ის მიცვალებულის იქ მაინც მივიდეს, საფლავი მაინც კონდეს რომ მივიდეს და და მიცვალებულის თუ არ არის ცოცხალი, ღმერთ მაქნას რომ ცოცხალი იყოს, მაგრამ თუ ცოცხალი არ არის, ხო? მიცვალებულის სულმაც რო დაისვენოს მაინც. ხო. და ცოტა ამ კალმაც ამოისუნთქოს. ეცოდინება მაინც რომ
თავისი შვილი ცოცხალი აღარ არის და საფლავი მაინც აქვს. ჩემი მარტო გაშვება არსად არ შეიძლება ადამიანს აღარ უგავარ უკვე. ადამიანს მართლა აღარ აგავს. 12 წელია შვილს ეძებს. და კიდე რა ჭკუაზეა დარჩენილი იქ მიგვრის. 12 წელია ხალხო შვილს ეძებს. არ ვიცი კიდე რა ჭკუაზეა დარჩენილი. და იმას ითხოვს რომ ამოიღეთ ხმა ვიღაცამ გამაგებინათ მითხარით რა ხდებაო. და იმას ითხოვს კიდე გამათხრევინეთ ისო რა არის მეთქი რა მოხდა. მეთქი შემოვიდა მეთქი ბრაგუნი როი მე რა იყო. მეთქი შემოგვივარდა ვიღაცა თუ. ხო და ის არის ოქია. ელემენტარული რაღაცა. ძალიან ბევრი დღით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ხო, კი. ეხლა დოდონას ვიდეოსაც უყურე იუთუბერი რო ხო იცი დოდონას ვიდეო. ხალხო რას იმას აშვებით თქვით ხო შეიძლება თქვან რომ ვინც იყო იქა ვინმე მაინც ათქვას რომ რა მოხდა ძალიანაც კარგად იციან რა მოხდა ძალიან კარგად იციან ვინმე თქვას მაინც რა მოხდა ხო რომ ქართ ამოასუნთქეთ თუ თქვით რომ თქვას რომ ცოცხალია და ასე მოხდა ხო ქემან ეცოდინება რომ იქ არის ცოცხალია და არ მოდის დედასთან ან მკვდარი თუ არის ისიც უთხარით რა ვიცი ხო რაზე ტანჯავთ ამ ადამიანთან ან იმის სუბს რატო ტანჯავთ ან ის თუ ცოცხალია ღმერთმა ქნას რომ ცოცხალი იყოს და ნამდვილად რა ვიცი მე ის თვითონ ეს კაცი იძახის რომ ცოცხალია და გამოჩნდებაო და ან ამ კაცმა რაღაცა იცის მართლა ცოცხალია ან კიდე რა ვიცი მე რაღაცა ისეთი მოხდა იქა ხო რა ვიცი ეგ ვარტო იცის უფალმა და თვითონ ვინც იყო იქ ვინც იყო იქ მაგრამ ხმას რო არიღებს ეგ არის აქ აი ამდენი წელია ხალხო აი გიორგი დამოცადე ამდენი წელია შვილს ეძებს მით უმეტეს აი სურწლოვანები ხო არიან ეხლა უკვე 30 წლის იქნება რომელიმეს 14-დან აი ახლა მე 13 ადამიანიდან 13 ადამიანიდან ერთ-ერთმა მაინც სინდისი არ იყო იმისი რომ ესე ტანჯულობს დედა და რაღაცა ანონიმურად მაინც უთხრან თუ ისე ვერ ეუბნები ხო თუ ისე თუ გეშინია და ვერ ეუბნე ანონიმურად მაინც ან წერილი გაგზავნე ან იმას აქენი რა ქვია ან თვითონ ამ დედას უთხარი რაღაცა ხო რა ვიცი არ დაურეკე ან ანონიმურად მაინც მიწერე მესიჯი რომ რა მოხდა ხო რა არ ვიცი ხალხო რა ვიდა იქნება და როგორ იქნება არ ვიცი მაგრამ ძალიან არ ვიცი იმილება ხდება რა იმედია იპოვის მე არ ხწევ იმედია მე აღწევ სამართალს და იპოვის კიდე ამ გიგა ავალიანის დედა რა დღეშია ეგეც აღარ აგავს უკვე ადამიანს აღარ აგავს ეგეც რანაირად არის შეცვლილი ეგ უარისად არის გამახინჯება უდანაშაულო ადამიანი მოკლეს თან ისე ჩაარტყეს ვიღაცა ნაგვებმა რომ მოკლეს და მე რა სხვაგანაც ხდებაო სხვა ქვეყნებშიც ხდებაო ეს სადაც მსგავსი რაღაცები ხდება ხალხო სადაც მსგავსი რაღაცები ხდება ეგ ქვეყნები არის არც ტურისტი ჩადის იქ და არც მოსახლეობა არ არის ბედნიერი იმას რო ვითხრა. შიში ცხოვრობს. ტურისტი ჩამოვა, ტურისტი ვერ ჩამოსულა სულა ადამიანი შენ თვითონ გასულ ხარ, გახვალ გარეთ და ვერ გასულ ხარ. იმას ის უნდა გეშინოდეს რომ ვიღაცა არ გამოგიხდეს და არ მოკლას. ან სროლაში არ მოყვე ბრმატყვიეს არ მსხვერპლო სხვაგანაც ხდება თურმე
მე ზუსტად ეგ არ გვინდა რომ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. მით უმეტეს ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. და თუ ყოველ დღე ესე ხოცეთ ერთმანეთი და იმას ავქენით ვესრულეთ ერთმანეთს, საერთოდ გავკრებით. საქართველო აღარ იარსებებს, ქართული ხალხი. სულ რაღაც 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, მეტი ხო არა? 3 მილიონი მაგდენიც აღარ არის უკვე. გონი მაგდენიც აღარ არის. მერტო დალოჩი უფალო გადმოიხედე რომ აი ესე უკანონობა მოშორდეს და მოწყდეს თელ საქართველოში. ვინა ნებისმიერი ორ კვირაზე მეტი აიძებენ იმით და ტაილანდელი ტურისტს და გარდაცვლილი იპოვეს. მოკლა ვიღაცა. არ ვიცი. სასწაული რა. აი ურთიერთობებს რა ჯობია. აი ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ. ხალხო აი თქვენ არც გიცნობთ ვინები ხართ გამარჯვებაშიც ნახევარ ხალხსო ვინ გიყურებს ჩვენ ხო არ ვიცით არა გამარჯვებაშიც იმდენი ხელა არის სოფელი რომ ყველას არ ვიცნობთ ხო ელემენტარული მაინც აი დადებითათა ვარ განწყობილი აი პირადად თქვენ მიმართ რომ მე ცუდი ღმერთმა ნუ გამაგებიოს ნურავის სი უნდა იყო ასე უნდა იყო ხალხო რატომ უნდა იყოს სიბოროტე რატომ უნდა დათესო ან რატომ უნდა გააკეთო ეხლა ის სიბოროტე არ არის 12 წელი ადამიანი ეძებს შვილს იცი მდგომარეობა რა მოხდა როგორ იქიყავი არა იქ და გაჩუმებული ხარ შენ მომავალი ხო ყავს ვიღაცა ხო ყავს ესე იგი იცი რა არის ჯანდაბას თუ იმის არ გეშინიათ რომ თქვენ შვილზე კარმის რატო არ გეშინიათ კარმა მოტრიალდება თქვენ შეიძლება არ მოგიტრიალდეთ პირადად მაგრამ თქვენ შვილზე გადავა ის კარმა რო იცოდეთ თუ ვინმე ხართ და იცით ხო ვინმე რაღაცა იცით ანონიმურად გაუგზავნეთ მაინც იმას იმ ადამიანს რო ამოისუნთქოს და დაისვენოს ხო ნუ თუ სიდის ნამუსი როგორ არისო ყვალ 13 ადამიანი რომელიმეს მაიც რომ იმას ახდენს რა ქვია რაღაცა გაარკვევინოს ამ კაცს ჯერ როგორი ქვეყანა როგორია არეული ქვეყანა სოფლიოარეულია ომები უბედურები და კიდე ეს უნდა გვინდა მე ნამდვილად არ სიამოვნეს ესეთი რაღაც მე მინდა ყველას რომ შეიძლება ყველას ელემენტარული ვერ შეეხუტო და ვერ მოეფერო მაგრამ ენა ხო შეიძლება რომ სითბო გამოცე ადამიანზე სითბო უთხარი ჰა რა ჯობია მაგას სითბოს თბილად მოპყრობას ვინც კიდე იყოს არ ვიცი კიდე ამ რო ეძახიან რომ ისაო რა ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი კი არა ვართ ხალხო ბოროტების წილხვედრი ქვეყანა გავხდით და სიკვდილის მეტი არაფერი სიკვდილის სავსე ქვეყანა გვაქვს მეტი არაფერი შეიძლება ყოველდღიურად მსგავსი რაღაცები ისმოდეს ხდებოდეს ქვეყანაში შეიძლება მაგრამ ელაპარაკი ზოგს გინდა რეგვენთან გილაპარაკია და გინდა იმაზე რა ქვია კედელზე გიბრახუნებია მეტი არაფერი ერთი ბეწო ამხელა ქვეყანაში შეიძლება ამდენი ბოროტება ხდებოდეს
გამოგვიხტებიან მე თურმე ხმის ამღების უფლება არ აქვს და თქმის უფლება არ აქვს და ქვეყანას ვლანცხავთ. ქვეყანას არ ვლანცხავ, მე მინდა მშვიდობა და ნორმალურობა. რა სჭირს ამ ქვეყანას? სჭირს ხალხია დამოროტებული, სხვა არაფერი. რა ვიცი. გახწნილი და მომსპრები რა, არ ვიცი. ადამიანს აღარ აქვს გული. ესე იგი იცი რა არის ამ ხალხის ნალაპარაკებიდან რა გამომაქვს ზოგი ადამიანის რომ სხვისი სეირის ყურება უყვართ და უხარიეთ. ქვეყანა საშინელებათა ფილმს დაემსგავსა. საშინელებათა ფილმშიც არ ხდება მსგავსი რაღაც. მამა შვილს არ ინდობს, შვილი მამას არ ინდობს, დედა შვილს არ ინდობს. უბრალოდ ტურისტი რო ჩამოდის და იმაში რა ქვია, ქვეყნის დათვალიერება უნდა იმასაც მკვდარს უშვებენ ქვეყნიდან. ისე პრინციპში მეტროში ჩასვლაც გეშინია რომ იმას კედელს უნდა ეყუდო იმასე. მეტროში რომ ვინმე მარკრას უკნიდან ხელი, ვინმე გიჟმა კრას ხელი და ჩაგავდო შიგნით. გიჟებით სავსე გვაქვს ხალხო. გასულერდი ასეთი არაფერი არ მინახია. აი ხელა ქვეყანაში როგორ შეიძლება ამდენი გიჟი იყოს. ტერი, შიგნი არის მტერი და რა გარეთაც რას იქ. გარეთ ეს რაღაც იმასაშვები შიგნი არის, შიგნით არის მტერი. თავარი ის კი არ არის ომი რო არ არის და ის არის რა ქვია. ბომბები არ ცვივის ყოველ დღე. თავარი ის არის რომ შიგნით ხოცავენ ერთმანეთს. ამაგას თავი დავანებით აღარ მიდე ეს ხოცვა და ჟილეტო უკვე ამოვიდა ყიში. ვერ დავანებები დედა თავს. ვერასოდეს ვერ დავანებები, იმიტომ ყოველ დღე ესეთი რაღაცები ხდება. მართლა დავიღალეთ. შვიდად გვინდა ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. შვიდად გვინდა რომ ვიცხოვროთ. მაგრამ ვინ გაძლევს უფლებას? მე რა ვიცი. ისეთი ქარია რომ გლეჯავს აკავა წაღან გარეთ რომ დავჯექი ისე შამცივდა რომ ამინდი მკვეთრად უარესდება. ახლა თუ შუბები ჩავაც. შუბები კი არა, თავსხმაწვიმებია მოძალოდნელი თუ დაგვიტყორა და წავიღო ძმა ნახე მერე. ის არის გამოცხადებული რა ქვია. თითქმის მთელ საქართველოში. კოკისპირული ძვიმა. კოკისპირული კი არა, თხეში იცის ხოლმე. კოკისპირული ძვიმას არ აღავს. მოთხეშავს ხოლმე ისე რომ ტბები მოდის. ივსება ყველაფერი. ისე. ლოყა იმაში ვტკაცრობ. ნე ეთკაცრობ ლოყა. აქეთ უნდა გამოიწია ეგ. მიმე მუშლი ლოყა მაგ. რა მოგეშალა ლოყა. Ora, ახლა როგორ მუსიკა? ასე ვირაშობა. იცი რა შობა? ამას რო გავწე. ეს ტუჩით გასულა საქარო. დედა. ჩატკა ქარი. ახლა ღორბელი წამოვიდა. ღორბელი მოდის აა.
ვერ გავიგე რა ხდება ხალხო. ამინდიც ის არის რა ქვია. უკვე ამინდის განრისხებულია ხალხო, განრისხებულია. განრისხებული იქნება, აბა რა იქნება, ყოველ დღე რაღაცა ცუდი ხდება. დავიღალეთ. მართლა დავიღალეთ. იმ ერთი ტიკტოკერი იძახო და დავიღალეთ ხალხო, მართლა ამ ცუდი რაღაცების მოსმენით, მართლა დავიღალეთ ხალხი. ნერვოზი დაგვემართა უკვე. შვიდად ვეღარ ცხოვრობ თქო. ჩვენ საკუთარ სახლებში ვეღარ ვცხოვრობთ უკვე შვიდად. გვეშინია. გაეთ გასვლისას გვეშინია. აბა როგორი იყო ყოველ დღე შიშით ცხოვრება? გვეშინია. ვიღაცა რო გავა ოჯახის წევრი და დააგვიანდება რაღაცა ცუდს ფიქრობ ადამიანი. ცუდი მოგდის აზრად. კარგს ვერ ფიქრობ. კარგს ვერ ფიქრობ. ფიზიკურად ვერ იფიქრებ კარგს. ამდენი რაღაცა არ მოხდება. ფიზიკურად ვერ იფიქრებ კარგს. ცუდი აზრები მოდის. ხო რა. ცუდი იქით, ცუდი აქეთ, ცუდი იქით, ცუდი აქეთ, ცუდი იქით, ცუდი აქეთ. კარგი არ არის, კარგი არ არის, კარგი არ არის, კარგი არ არის, არ არის, არ არის, არ არის. ყოველ დღე ის ისმის ხალხო, აი ყოველ დღე ის ისმის. იმან ის მოკლა, იმან ის ჩაადო, ის იქ ჩაცხრილეს, ის იქ ქიმასაკნეს, გაიტაცეს, ის იქ დაიკარგა, ის იქ გაქრა. თეთა, არ ვიცი. ხალხო ის მოდის რა ქვია, ნერვოზი მოდის ტვინში და კიდე რა იმაზე ვარ ჭკუაზე ხალხო არ ვიცი. TikTok-ის ჩართვა აღარ მინდა. ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა. საინფორმაციო ყურება ხო აღარ მინდა საერთოდ. საინფორმაციოში უფრო კარგები ისმის ვიდრე. საინფორმაციაში უფრო არ აცხადები ვიდრე ინტერნეტში. პირველ რიგში ინტერნეტში იდება ხოლმე. რომ გონია მართალი არ არის, ეგრევე მართალი აღმოჩნდება ხოლმე. აი მე არ ვიცი ხალხო. როდემდე უნდა ხდებოდეს მსგავსი რაღაცები, არ ვიცი. სასაცილო იქნებოდა პირდაპირ სატირალი რომ არ იყოს. აჰა, იქ ხალი ავიღო 12 წლის შვილს ეძებს. მე მგონი ნაპოვნი იყო რო არის. რო არ აცხადებდნენ ხო, მე მეგონა იპოვა კიდეც და ის არის რა ქვია. რო აღარაც გამოუცხადებიათ ამდენი წელი და თურმე შვილს ეძებს 12 წელი ხალხო. რა ქნა? საწავიდა. აი თქვა თუ არავინ იცის საწავიდა. მიწამ ჩაყლაბა თუ იმას. ჰაერმა. ხო, მიწამ ჩაყლაბა თუ ჰაერმა. მაინც ხო ამდენი წელი შვილს ეძებს. ხო, ის ხალი და არავის ცუდი არ უთქვია, იმაძეც კი ცუდი არ დასცდენია. ახლა ბავშვები აღარ არიან ისინი. ზოგს შვილი ყავს, ზოგს ცოლი ყავს, ზოგი გათხოვილია. ნუ თუ ინტერნეტში რო ისმენენ და რას ფიქრობენ? მე რა ვიცი, არ ვიცი. თურმე იმ კაცს ეგრე უთქვია რომ დაურეგია იმ კაცს. მე რას იმას აშვები მეუბნები, ვისთან ერთადაც დადიოდა და ვისთან ერთადაც იყო ვიღაცა ნათია თუ ვიღაცა, იმანიცის ყველაფერიო, იმას უთხარიო. იმას მოგიტყეო. იმას მოგიტყეო, ხო, იმანიცის ყველაფერი რა მოხდა იქაო. იქო. მე რა დარა კითხავი? დარეკა იმასთან, დავრეკეო, დამბლოკაო, დაბლოკა. იმან ინტერნეტში დაბლოკა და იმაშიც. ნომერიც დაუბლოკა, ვეღარ რეკავს. დამბლოკა ყველგანო.
რაღაცა ძალიან ბურუსით მოცული ის არის რა ქვია გაუჩინარება აი ხალხო აი აქ რაღაცა იყოს და ბუნდა აღარ არის აი ეგ ხო უცბად რო გაქრება აი საშინელებათა ფილმებში რო არის ხოლმე ხო იცი უცბად რო გაქრება ხოლმე ადამიანი და ვერსად ვერ პოულობენ აი ეგრე მოვიდა მაგას მართლა საშინელებათა ფილმს დაიმსგავსა მთელი ქვეყანა და ჩვენ ხალხი ვართ ისინი რა ქვია ბრბო გმირე ბრბო სადაც მიგვაგდებენ იქ ხო იქ მივდივართ თურმე ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ხმა მოვიღოთ არჩელა თუ შენც კიდე იქ რასი უფლება გვაქვს უფლება კი არა ჩვენ დავაკვირდო თუ სანა გვაქვს ჩვენს თავარია მშვიდობა ხო გვაქვს მაგარითად ახლა იმაზე ვფიქრობ რაღაცა კითხვა მქონდა რადი მე მოხდი გონს ხო გერმანულთან დაკავშირებით მქონდა კითხვა გერმანულ ენასთან ის არის რა ქვია წიგნით არ ვსწავლობ არა იმითი ინტერნეტით ზოგ რაღაცაში ChatGPT-ს მეხმარება ხალხო აქე დამცხა ChatGPT დამცხა ახლა დამცხა სერიოზულად ხან ცხელა ხან ცივა ChatGPT ეს კაი მოგონება არის ChatGPT მე ხანდახან ჩავაფლავებ ხო ხო იგიც უღირავს ხოლმე ხანდახან ურეს ხანდახან ხალხ რო იგიც ხელი მასვენებს რუშნებს თადრის ისე დამცხა გამაცხელა გამახურა ნერვი მიშლება გარეთ რო ქარია ნერვი გეშლება და მე უფრო მეშლება ნერვი მტკივა ის არა ქვია ჭრილობა მე უფრო არ მიყვარს ცუდია მინდიო არის ახლა ზამთარში რა მეშველება რა ვიცი ზამთარში ცუდია მინდია ხო გავალეთი კარტა თქოით ჩავთავ სუქტური დავილეწევით აქედან რომ გავართ ესე დავილეწევით აქედან რომ გავართ დაბნელდება ზედა რა დალეწვარი ვეგა კარა მიიხურება ახლა ეს კარები რა თქმა მიქნა რა არის თავი მტკივა ხალხო რაღაცაზე რატომღაც შემოიღო მოვიხსნა უკვე მე ვის მოხსნით რო არის უკვე შევიბოჭე დრო არის დრო უკვე დრო არ არის დრო მოხსნით დრო არის თქვა
გამეიბის. აი ესენი როგორც ვიყიდე, ისევე ისეთია. აი ესენი. ფერი არ გასვლია. კარი თუ ყავ. ასეთი ადრე მქონდა საეკლესიო ის არა ქვია, ასეთი. ეკლესიის ის რაღაცა იწერა აღარ მახსოვს. ხო და რომ გავიკეთებდი, ხო? თები დამოვიხსნიდი, მე მთელი ხელი მწვანე მქონდა. ეს თემუდან არ მაქვს გამოწერილი. ხო იცით თემურა, ხო იცნობთ, ბიძია თემურას. თემური ბიძიას ხო იცნობთ? გარეთ მინდა დაჯდომა ბუზები მაწუხები წეღანა ვიჯექით გადიდგე ამჭი მჭამის. სახში შევარ დამცხება. გამოვალ შემში დამაგრილ. აი ახლა მცხელა. გარეთ ვიყავი კარგი იყო. მე ცოტა ხანში რომ გავჩერდები იქ აღადამცხ. იქ იმას ქრისაქვია. აღარ მომინდება. აღარ მომინდება, შემცივდება. მე შევარ დამცხება. გამოვალ შემცივ. შევალ დაგცხება, გამოხვალ შეცივდება და ასე. შენ დაბადო დოზანა. მე თუ შეო. ხომეს თუ შეკაცო. ხალხო, შეგითხრათ, ყოველ დღე თითქმის, ხო? 1-2 იმას უშვებ, რა ქვია, მოუსწავლეთში. რეგვენს. შემოდიან. ო. გასწახია. მაგ რეგვენებთან ხო იცით? კედელზე ბრაღუნის ისა აქვს, რა ქვია, ტოლპასია. რეგვენებთან საუბარი. გინდა რეგვენს ესაუბრე და გინდა კედელს უბრაღუნი ჩაფუჩი. ან თავი გინდა. ხალხო კიდე ისინი ყავს სოფია. რა ქვია მაგას? ინდაურები, ხო? ქართულად არ გამახსენდა. ინდაური და ერთი წიწილა. ერთი ძალი წიწილა, წიწივილი. გოჩუქის. მადლობა. ის მადლობა, უღრმესი მადლობა. გაიხარეთ, ყველანაირი ფრინველი ყავს ხალხო სახლში. ციცარი, ქათამი, ინდაური. ხო. იხოვის მოყვანა მინდა. იხვები გვინდა ახლა. ხო. იხვები გვინდა. ის არა ქვია. ფარშევანგიღა გვინდა, ხო, გაგვიშალოს ხოლმე დიდი კუდი. ზოოპარკია, მე მობძანდებით და მობძანდით და დაათვალიერეთ. ოღონდ მამალი ყავს ცოტა გლახა. მამალი? ეზოში ავი მამალია. ხო. ოღონდ ქვედა მხარეს. აქ არ არის მე შემოხვა, აქ რო შემოხვართ არ არის ცოტა ქვემოთ. აქ არ არის ქვემოთ არის. მაგრამ ქვემოთ იზახე შენ ციცარი რო დაიწყებს ჭყივილს აგამოდის. იქ გამოდის ციცრის ღვამორმე. ოღონდ ხალხო გავარკვიე რომ დედალია ჩვენ ციცარი. რა იცი? ვიცი დედალია. რა? დედალ ციცარის ხმა მოусმინე და იგივე ხმა აქვს როგორც ამას. მამას? მამაც უფრო მობახიანი აქვს. და მამალი არის ტანზე მით უფრო მომრგვალე. აი კუდის ესე ხო ზურგი ესე ხო მოდის. ასე ხო დგას. ასე არის დაახლოებით. ასე ხო დგას. ზურგი ხო ესე მოდის. და კუდი ესე აქვს უფრო, ესე მომრგვალებული აქვს უფრო მამას. მომრგვალო კუდი აქვს. და ესეც თავზე რო აქვს ისიც უფრო გამოკვეთილია. უფრო დიდია. კაც გამოკვეთილია და დიდია, ხო? ის პატარები არ და იქ სხვანაირად იმას აშვება. ესე აყოლებს. ეგისა. და ის ესე შვება ხოლმე. ესე ეკეთებს ისა. ეს ეგრე აკეთებს. და ის ხო მამალი სხვანაირად აკეთებს ხოლმე.
რო ჩაიწება ხალხო. ხალხო ნისკარტს გააკეთო ეს ემოძრ მე წყალში ჩაყოს ცხვრის დააწეს თავს უცბად ესენი ეს ინდაურები წესით ერთი მამალი უნდა იყოს როგორც მე დავასკვენი ჩუკი ქვია ხო მაგის იმას გუნი ხილებიანი დაახლოებით ხო ვაიმე მოიყვანა გიორგი მაი მოვიყვანე ხალხო და დამასკლინტა ერთმა მაიმუნმა დასკულინდლა ქონდა დასკულინდლა ჭი სამი ერთად გამოუჩეკა დავსო ისა რა ქვია ინდაური დაჯდა და შეულაგებია ქათმის კვერცხებით და ინდაურების და სამად სამი ცალი გამოჩეკა ერთი წიწილა და ორი ინდაური და ისინი ჩვენ მოგცა და ნარჩენი კვერცხები ვერ გამოჩეკა უჩიშო ხარი ყოფილა ვერ გამოჩეკა კვერცხები შენ რო თქვი თან კვერცხს დასადევად შევედიო ორი და მაგარი იყო ახლა ყველარი ფრონტი გამოშვება იმის დორ მოგვახტა ისი ქათმის ჯერ იმას უნდა დაუყარო და მე ამას უნდა აჭრო არა რო გააღებ ის სხვანაირად კუთხეში ვდგებოდით აქეთ ყარეს და ის პირდაპირ უნდა გამოაღო და ის უნდა გამოაღო და პირდაპირ უნდა იმა უი დედა რანაირად უნდა დააღო პირდაპირ შედმოდის ქალო ქალო თქო მე მეგონა ახლა ვიღაცა მეჭდა იქა ქალები ხო გუყურებენ მაგრამ ხალხო ქალებო ვაჟებო კაცებო ბავშვებო რა ვიცი ბიჭებო გოგოებო ქალებო კაცებო აუ ყველა კატეგორია რა ყველა მარტო გოგოებო არ უნდა თქვა მარტო გოგოები არ გუყურებენ უბრალოდ უნდა თქვა ხალხო ხალხნებო ჯერ ხალხში კაცი შედის ქალიც მეგობრებო როგორ ახართ რა ხდება თქვენში ხომ ხართ კარგად იმედია კარგად უნდა იყოთ კარგად უნდა იყოთ ხალხო ძალიან კარგი და ცოტა ის არის რა ქვია ხანდახან პოზიტივსაც უნდა შევხედოთ რომ ნერვოზი არ დაგვემართოს ნერვები უნდა მოვთოკოთ ხალხო რომ ნერვოზი არ დაგვემართოს გაიმედე და კიტრი დავთესე ხალხო და იქი აქ არის ერთი აქ არის კიტრი მეორე იქ არის მეორე ალთას არის მეორე ბალთას არის და ვიცი მე რანაირად არის ახ კიტრი არის არც ერთი კიტრი არ აქვს კიტრზე გამახსენდა ხო რა მინდოდა თქვა გერმანიიდან მიყურებს ერთ-ერთი გამოვწერე ერთ-ერთი კი არა სხვათა შორის გერმანიიდან რამდენიმე მიყურებთ კიტრი ვიყიდეო იმაშიო მარკეტშიო არაფრის გემოქონდაო ისეთი მწარე იყო ისაო რა ქვია კიტრიო რომ დავწე ჭერი სალათაო ისეთი მწარე იყო რომ პამიდორის გადავყარეო და კიტრიცო რაც პამიდორს ხუთსაათით გემო არ აყონდაო მე კიტრი მწარე იყო არა გადავყარე ყველაფერი პირველად რო შემოვიდა პამიდორი გემრიელი იყო და რავი ახლა აღარ ვიცი ახლა აღარ ბაზარი არ ჩამოდის და ლიბრეში კიდე არ გარციკა გახევებულია მე იქა ორნაბიჩი გეგონება პლასმასის ყრია კიტრის და პამიდორის პლასმასის გეგონება და ბაზარი კიდე რამდენი ხანია ჩამოვიდა ნუ ბაზარი არა ყოფილა ორი დღე არა გვაქვს სალავი საყიდელი მაქვს პომიდორი საყიდელი გვაქვს ხალხო დღეს კიდე ძაღლმა შემჭამა ირავა ის მე რა ვიცი ვიღაცის აზრით თუ ძაღლი გაი გიორგი დიდია წავიდეთ დედი რაზე რამიტომ დიდი ძრელია
ცხავ ვეღარ ვჩერდებდა იმიტომ. გამოაღეკარე, მაგრამ კიდე შემოვა ის არაფერი, ვერაფერი. აზიური ფაროსანა. აზიურია თუ ფრანგული არა ვიცი. ვერტალიური. ისა რა ქვია, საქართველოს ველური ბუნების ჯგუფში წერდნენ. რაღაცა სურათი ჰქონდა გადაღებული და კითხულობს რა ის არისო, რა ქვია, კრაზანას ავით არის რაღაცა. ხო და ის არისო, იაპონური კრაზანაო და მე ერთი წერს, იაპონური კრაზანა საქართველოში როგორ მოხვდა იქიდან, როგორ ჩამოვიდაო. და მე ერთმა დაწერა, რომ იაპონური კრაზანა კი არ არისო, უნავარია იგავ. საერთოდ უნავარი თუ არსებობდა ბუნებაში იცის არ ვიცოდი. ერთი ბაზი ვიცი, რომელსაც საშინელი კვენა აქვს. იმის სავითარი აქვია. ძაღლების ბეჭვი აქვს. კისერში. ხო მართლა, ეს არის რა ქვია. მაშინ რომ თქვი ობობა მიგმინა, უცუდად გავხდები იცი. კიდე სოფელში ჩავედი, იმან მიგმინა ობობა ისევე. მე როგორ არის? კარგათავარო. ვინმე? ჯერჯერობით კარგათავარო და რა ვიცი მე. ობობა მიგმინა ისევე, რა ჭის ადამიანი. აღარ უნდა ჩამოდი შენ მან სოფელში. მე აღარ წახვიდე. არა, აღარ უნდა წახვიდე მან სოფელში. არაფერი მოგივა. არაფერი დაგებართოს ადამიანო, ჩამოდი და დაანები თავის სოფელს. რო სოყოლ შენთვის იწვლის თუ იგავ. რა არის? შენთვის არიან, ნუ იქ ჩასაფრებულები არიან თუ რა ხდება? ალბათ. რა ამბავია? ალბათ ამისთვის. მე ნეტა წყალზე შეხსულიყავ და მე დავინახეო, ცოცხლზე ცხი ავიღეო, უნდა გამომეგავა სახლიო. ის არისო რა ქვია. ის ხანაირი იქნებოდა და არ იყო ეთქომში ხამია. ხო უკმინა მაინც რა მნიშვნელობა აქვს? წინაზე ცუდად გახდა, ახლა უკმინა, კიდე უკმინა. აღარ წახვიდე სოფელში, დაანებე თავი. არ გინდა სოფელი. სოფელში წადიხოლმე ზამთარში, ზამთარში არ არიან. ზამთარში წადიხოლმე. ახლა ისევ სოფელში ვარო, მაგრამ ის მოვიმარჯვეო თან, მხოლოდ ბალახი გავთიბეო რა ვიცი. ეზოში. მე მოგასათიბი. და ის ვერ ვიყიდე ძუა. ამდენი მივედი არისო. ღია. მე ჩემი მეზობელი მეუბნებაო. რა არის შენთვის ძალიან ყველაფერიო. ისე რო არავინ ცხოვრობს და რო ჩახვალ როგორი მტვერი აქვს ხოლმე ყველაფერს. აბლაბუდებიც უცბად იკეთებენ. ჩვენ ცხოვრობ და რო ჩამოხსნი უცბად აბლაბუდაა უკვე კუთხეში გაკეთებული და აი იქ არის აბლაბუდა ახლა. აი რაღაცაც ის. ჩანდაბოდა დოზან არა ვიცი და მე ამ ობობებს ხო კილომეტრებზე ვცნობ. ეშია უბობების ეშინია. არა მარტო ობობების. ტარაკნების, ემების რა ქვია, კალიების, ხოჭოების, ფაროსანასი, კრაზანების და ფუტკრების ხო საერთოდ. ფაროსინა. ისე ტრიალებს ხოლმე თავი გიტრიალებს. ავტომატურად თვალები გემყვრება. თვალებთან რო ტრიალებს პირდაპირ მერე. თვალებთან იცის ხოლმე. მასაწავა. ბზუინი. მასაწავა. საწავაფრინდეს აიში რა მიტრიალებ და გუში აგენ. ასე. არა უბრალოდ იცი რა არის.
ბევრი მწერი არის იმაში რა. ქალაქშიც ხო არის, მაგრამ მით უმეტეს სოფელში. ბუზები არიან ქვეყანა. ლაივში გადიოდა ერთ-ერთმა მომწერა და ლაივში არ გავსულა საუკუნე ხალხო. მეგონი დამავიწყდა კიდეც როგორ ითქვა. ესე ლაივი გვაქვს. ლაივი კი არა, მუკბანგიც ჩაწერეოდა, მუკბანგს ვერ ავწერ, რანაირად ჩავწერო, ხალხო ვერ ჯდები წესიერად. მას ფეხზე უნდა ვიდგე, რომ მუკბანგი ჩავწერე. ფეხზე მდგომი მუკბანგი, როგორ ჩავიწერია? 28. დღეს 29. 29. ზეგ ბელაჩევის დაბადების დღე. ხო. ზეგ არის ბებიაჩემის დაბადების დღე ხალხო. თებდანი ხდება? 72. 12. 72 წლის ხდება. ჩემი ჯერ ადრეა. კიდე ერთი თვე დარჩა. ჩემი სულად. დედაჩემის 2 თვე დარჩა. 2 თვე? ო. ის აგვისტო სექტემბერი. არა, 3 თვე. აგვისტო სექტემბერი და ოქტომბერი. ოქტომბერი და ნოემბერი. ოქტომბერი ხმარებიდან რა მოვიღე ხალხო. ოქტომბერი ნოემბერს ავარდა. ხო, 28 ნოემბერს არის დედაჩემი. ახლა მამაჩემის მოდის. აგვისტოში ხო? 29-ში. ხო. მე ჩემია. იცით რა არის ხალხო? წესით ბებიაჩემის დაბადების დღე უნდა იყოს არა. ველად იყო ბებიაჩემის დაბადების დღე 5 აგვისტოს. რატომ იყო ოღონდ არ ვიცი. არა პრინციპში არც იყო, არ იყო. იმიტომ რომ შეცდომა ჰქონდა რაღაცა. და თურმე რო გაასწორა ეს შეცდომა და ყველაფერი ყოფილა 31 ივლისს დაბადებული. და ჩვენ ამდენი წელი ბევრი წელი გვეგონა რომ 5 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე. ვიცით მეც უნდა გადავამოწმო, მე მაშინ ვარ მაგაქვია. სწორად გაგდიდა. რა ვიცი რას გაიგებ? შეიძლება მეც არასწორად გამიკეთეს რას გაიგებ. რას გაგიკეთეს, როდის დაიბადე და დებილი ვარ. რომელ საათზე დავიბადე? შუადღის 3-ზე. შუადღის 3-ზე? ხო გეუნები ჯანდარაში წავიდნენ იმერი. ბებია შენდა ის მე ველოდებოდი და მომიტანე რაღაცებს თქვა და რას მომიტანე. ჯანდარაში შესულა? ჩასულა და დილით მოვიდნენ. მე ზოდიაქოთი მე ვარ ქალწული. სექტემბრის ქალწული ვარ, მიწის ნიშანი. აბა დაწერეთ ხალხო კომენტარებში ვინ ხართ ქალწული და მიწის ნიშანი. მიწის ავატარი ვარ. კარგი ბუჟდება იგრე როზი ხარკი ოფეხები. ჰა. და ოპერაციები. მე ვეღარ ავზივარ ახლა. მე ვეღარ ვისვერებ ეს მე. წავედი ხალხო. კაი ბუჟდა ხელფე. დაგემშვიდობებით. დამცხა უბრალოდ მომავალ ვიდეო. ხალხთან ყოფნა მიიღმსიამ. 59-ზე ვარ. დაგემშვიდობებით ხალხო მომავალ ვიდეომდე აბა ჰედა აბა ჰო. კარგად იყავით. ჯერ ჩამოიბა? არა ხო? აბა ის არის რა ქვია. აბა ჰედა აბა ჰო. წავალ ახლა ამას აგიტვით. კარგად. ვინც როდის ხართ, დღისი ხართ, შუა დღესეთ ხართ, ღამე ხართ, რა ვიცი მე. რომელ საათში ხართ და რომელ წუთში, აი იმას მოვესალმებით და დავემშვიდობებით კიდეც. ან ისაო რა ქვია.
ერთ-ერთმა კიდე მომწერა შენებურად ჩაიცვიო და გაიარე გამოიარე სადმე ქალაქშიო და რა ვიცი მე ხალხო. ნახოთ მე მგონია წავართ ლილოში. ის არის რა ქვია. ხო კიდე რამოდენიმე კითხვა მქონდა დასვენებლად თუ მიდიხარ სადმეო. არა წელს ვერა. წელს ვერა. სხვაზე თუ მიდიხარ თუ არა. სხვა ჩვენ არ გვიყვარს. სხვაზე არასოდეს არ დავდივარ და არც წავალ. ერთხელ იყო წასული და იქაც ერთხელ ვიყავი და იქაც ნეტარ წავსულიყავი კინაღამ ცუდად გავხდი. კინაღამ რა ლამის ცუდად გავხდი. უხაირობა. უხაირობა დამემართა. წყალი არ უყვარს გიორგის. წყლის შვილი. დასასვენებლად არ მივდივარ. წყლის სტიქია არა ვარ, მიწის სტიქია ვარ და მაგითო. არა, უბრალოდ თაგ გვიყვარს ჩვენ, მე ზღვა არ მიყვარს არა. თაში მიყვარს ხოლმე წასვლა. იმიტომ რომ ჰაერიც არის, სილამაზეც არის. არა, უბრალოდ იცი რა არის, გან არ წავარ ზღვაზე რა სისულელია, მაგრამ ზღვა რატომღაც არ მიზიდა ზღვა. მე უფრო მრჩევნია მთა. და წელს ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ბევრი ხარჯი გქონდა ხალხნო და ხო. ვერ შარშან ვერ წავედით და რა ვქნათ ახლა წერსაც ვერ მივდივართ. შარშან ვერ წავედით, იმიტომ რომ ქათმები დასვეს. ხო. როცა წასვლა გვინდოდა. კი. წელს ვერ მივდივართ, იმიტომ რომ თან მე ნაოპერაციები წავალ. და კარგახანი ჩემთვის დატვირთვა შეიძლება. არ ვიცი ხალხო, იქნებ მომავალში მაინც წავიდე სადმე. ჯერ ძალიან ადრია გიორგისთან და დიდი ხანი ჯდომა. ჯდომაზე არ არის საუბარი, იქ დატვირთვა არ შეიძლება უბრალოდ. თან დიდი გზა არის და დიდ გზაზეც ვერ დავჯდები ამდენი ხანი ხალხო. ვერ იმას ვიზავ. ხო, და გუშინ ექიმი ეკონტაქტება. ხო და თან ხარჯი ხო იცით? ხო გინდა ფინანსები ისიც ინდა ისიც პროდუქტი ხო უნდა წაიღო და ეხლა იმდენი აღარა. ზღვაზე კი წავალ ხალხო ზღვაზე, მაგრამ ზღვაზეც რო წავიდე, იქ ის გინდა, რა ქვია, სახლი გინდა დაჯავშნო, წინასწარ უნდა დაჯავშნო, რა თქმა უნდა, დაგვხდეს იქ რო ჩახვალ და იქ რო არ დაიწყო ბოდიარი. იქ პროდუქტები გინდა წაიღო რაღაცები, თან ფულიც უნდა გქონდეს გეჭიროს ხელში, რომ ბარათზე მაინც უნდა გქონდეს ფული, რომ იმას აქნა, რა ქვია. გამოიყენო იქ სანამ იქნები, ხო, რამდენი ხანიც იქნები. ხო, რა და წელს ნამდვილად რა ვქნათ. ბოდიშის მოგიხოთ ჩვენც და ჩვენ უფრო გაგვიხარდებოდა ნამდვილად სადმე წასულიყავით, მაგრამ დასასვენებლად წასვლას რა ჯობია? აი ეს მაინც გამოვიწვით. მაგრამ ვაპატიეთ ჩვენ ვერ მივდივართ. თვირფასებო. თან ფინანსებიც აღარ გვიწევს ხელს. ეს რაღაცა ნამიტანი დიდი ხარჯი გქონდა და ასვისავთ. რაც დანაზოგი გქონდა სულ დანაზოგი რაც გქონდა. ბარათზეც და იცი რაც გქონდა სახლში, ყველაფერი ჩემ ოპერაციაში წავიდა. მადლობა ღმერთს რომ გავიკეთე და ყველაფერი კარგად ჩაიარა, მაგას არ წუწუნებ. არ წუწუნებ სიმართლე რომ გითხრათ, თავარია კარგად ვარ უკვე, ჯანმრთელად ვარ. თავარია ყველაფერი კარგად ჩაიარა და ყველაფერი მოუპროსურეთ და ყველაფერი წინაა კაცო. და ყველაფერი კიდე წინ არის. რა ვქნათ, წელს ვერ წავართ? მაგითი არ დამთავრებულა არაფერი. არ წელს არ წავედი, მომავალში წავალ. რაც დანაზოგი გქონდა და რაც ის გქონდა შემოძვირფასებო რა წავიდა ეგრე და ღმერთს მადლობა რომ კარგად ვართ. და დედი დასვენებას ხალხო სულ არ აქვს, რაც თავარია, რაც გალახამ უნდა მოვიშორე. ხო რა. აბა ხედა აბა ხო. და თუ არ წავალ დასასვენებლად კიდე არა უშავს. აბა ჰე. დასასვენებლად არა, მაგრამ იქნება ქალაქში გავიარო სადმე. აბა ჰეი, კარგად.